მწვანე მონასტერი. მწვანე მონასტერი იგივე ჩიტახევის წმინდა გიორგის ტაძარი აგებულია წმინდა გრიგოლ ხანძთელის მოწაფეთა ქრისტეფორესა და თევდორეს მიერ, სავარაუდოდ მე-9 საუკუნეში. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე აგებულ მამათა სამონასტრო კომპლექსში შედის უხეშად გათლილი ქვით ნაშენი ნავიანი ეკლესია და მე-15-მე-16 საუკუნის სამრეკლო. ამ ტაძრის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია. ასევე უცნობია აქ მოღვაწე სასულიერო პირთა სახელებიც. ტაძარი იმეორებს მე-9 საუკუნის დროინდელ სამშენებლო სტილს. ტაძრის მთელ შემოგარენში თავის დროზე განთავსებული ყოფილა საბერო კელიები. ამჟამად შემორჩენილია მათი ნაშთები. მე-16 საუკუნეში შაჰ თამაზის შემოსევების ჟამს მონასტერი მტერმა დაარბია, ათობით ბერი აწამეს და მოკლეს. მონასტრის ტერიტორიაზე გამავალი მდინარის კალაპოტი სავსეა მოწითალო შეფერილობის ქვებით, რომელთაც ხალხი სისხლიან ქვებს უწოდებს. მომლოცველთა აზრით, ამ ქვებს აცხია მე-16 საუკუნეში დახოცილ ბერთა სისხლი. როგორც ამბობენ, სიწითლის კვალის მქონე ქვები ანომალური თვისებებით გამოირჩევიან. ზამთარ ზაფხულ ქვებზე სისხლი ერთიანად ამჩნევია, თუ არ ლოცულობ, სისხლის ხუნდება. სისხლიან ქვებს მიეწერებათ ასევე სამკურნალო თვისებები. მე-20 საუკუნის 80-იან წლებში ტაძრის რესტავრაცია ჩაუტარდა. 2002 წელს კი მამათა მონასტერი აღდგა.